ეს დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე ვილნიუსში ვიყავი წასული, 2003 წლის ბოლო იყო. და მაშინ ჩემს სახლს ვარემონტებდი, ოჯახი გადმომეყვანა ვილნიუსიდან. და დამირეკეს, რომ სანდრა როლოსი თავის ნათესავებთან ერთად შევარდა ჩემს სახლში, მარანი გამიხსნა და ქვევრები გამიხსნეს და ის ნებართვის გარეშე როგორც უნდა ისე იქცეოდნენ. რაზეც მე ვინერვული, იმიტომ რა უფლება ჰქონდა ჩემს სახლში შესვლა, ნებართვის გარეშე მარნის გახსნა. ახალ წლის წინადღეს კიდე ამერიკა კეზერაშვილმა შეხვედრა მოვიდა თქვენთანავ. მე ახალ წლის შემდეგ არჩევნები იყო გაგრას 4 რიცხვში, საპრეზიდენტო არჩევნები და მე ჩამოვედი და 3 რიცხვში კეზერაშვილი დაცვასთან ერთად და გიაბულაძეს არქიტექტორს დაუძახე, რომ მოდი მეთქე რაღაც ჩემს სახლის თემაზე უნდა ლაპარაკი და მაშინ კეზერაშვილმა დაგვიფიქსირა. ეხლა ესე სახლში შევარდა სანდრა ცოტა გაუგებარია და რო აღწეროთ რა მსმენელისთვის სახლი სად არის, აი რატო სახლი დღევანდელი რეზიდენციის წინ პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით და ამიტომაც უცებ გადავიდა და რომელი წელი ეგა 2003 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვი რომელი რეზიდენცია ეხლა ყოფილი რეზიდენცია ყოფილი რომელიც სააკაშვილმა აიგო კი ბატონო იქ იყო თქვენი სახლი წინ მე სახლს ვარემონტებდი და ოჯახი უნდა გადმოვიყვანა 2004 წელს და სანდრა გულისხმობთ მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს? მიხეილ სააკაშვილის მეუღლეთ ჰოლანდიდან ჩამოვიდა მისი ნათესაობა და მოინდომა ალბათ რა ისი და სახლი დაკეტილი არ ქონდათ? დაკეტილი მქონდა, მაგრამ შევიდნენ გააღეს. დაცვამ გააღო ალბათ? კი. გასაგებია. შემდეგ მე რო ჩამოვედი კეზერაშვილმა დაგვიფიქსირა, რომ ისა ტრატილის დატვირთული კამაზი რო შეეჯახოს კლდეზე, რა მოხდება ამ სახლში და მე ვთქვი რა მოხდება, მთელი ქალაქი აიწევა ხაში, 10 ტონიანი დატვირთული ტრატილის კამაზი მე მგონი საკმარისი ხო ჩვენი ქალაქის. ტრატილი დატვირთული კამაზი რო შეეჯახოს კლდეზე, ამ სახლში რა მოხდება, გიაბულაძეც ესწრებოდა და არქიტექტორი ჩვენ ლაპარაკს. მე ვთქვი ეს სახლი საღარ იქნება და საერთოდ გარშემო ყველაფერი იმას გიზნა. მე კი ვთქვი რა ქვეყანის საშემნელო გინდათ მეთქი რომ ტრატილი დატვირთულმა კამაზე მოიაროს ქალაქში მეთქი. ეს უფრო დაუფიქსირე და აღარ გვინდა არაფერი წავიდე. ნუ შემდეგ მე დამირეკა ადმინისტრაციის უფროსი იყო რომ შეხვედრა მოთხოვეს და მე დავთანხმდი უკვე ისე წავიდა საქმე რომ მეთქი კი კაი სახლი პატრონალები ბოდიშვიხტის საზოგადოებამ რომ იმას თანამდებობად რომ მიყვეთ რომ დრო დავზოგოთ მაგ დროს კეზერაშვილი რა თანამდებობას იკავებდა თქვენ რო შეხვდეთ მაშინ ჯერ თანამდებობას არაფერს არ იკავებდა იმიტომ რომ ჯერ ხელისუფლებაში მოსულები არ იყვნენ ეს იყო 2003 წლის ბოლო 2003 წლის 3 იანვარი იყო 2004 წლის არჩევნების წინადღე იყო ანუ ვარდების რევოლუცია მომხდარია და საპრეზიდენტო არჩევნები მეორე დღეს არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა მეორე დღეს არის 4 იანვარს არის არჩევნები ამიტომ არაფერი თანამდებობა არ ქონდა ჯერ არ ქონდა კეზერაშვილის თანამდებობა მაგრამ რა სტატუსით ესაუბრებოდით თქვენ მას როგორც წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის